მიმართულება ეძღვნება კონცეფციაში, მეცნიერების მიმართულება, აქაც ძალიან სერიოზული გამოწვევებია. შეგვიძლია ერთად დავიღოთ სადოქტორო დისერტაციები, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაცული სადოქტორო დისერტაციები, შეგვიძლია საერთაშორისო ექსპერტები მოვიყვანოთ და ვნახოთ, რამდენი პროცენტი შეესაბამება საერთაშორისო στანდარტებს. მე მგონია, რომ 10%-იანიც არ იქნება მაჩვენებელი. აი ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერების მიმართულების გაძლიერება და მეცნიერების მეტი ინტეგრაციის უზრუნველყოფა საუნივერსიტეტო სისტემასთან და სწავლების, ასე ვთქვათ, სისტემასთან არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ალგე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში. რაც შეეხება ბაკალავრიატი მაგისტრატურის თანაფარდობას, დარჩა იგივე. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, არსებითად გათვალისწინებული იქნა ამ სამართლებრივი აქტის მომზადების დროს ის თანაფარდობები, რომლებიც მანამდე იყო, თუ სადმე რაიმე შეიცვალა, ან თუ სადმე რამე ხარვეს ხედავთ, აქაც მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ და გავასწოროთ. დიდი მადლობა. აქვს საავადმყოფო და ტემპერატურა, ხო? კიდევ ერთხელ შრომის ბაზრის ანალიზი რაც შეეხება, გამსხვილებული სპეციალობები, სერიოზული და არსებითი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოფხვრას და გამოსწორებას ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი. და რაც შეეხება კიდევ მთლიანობაში განათლების რეფორმის მიზნების შეჯამებას. მიზანი არის მარტივი. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ამას რეიტინგებიც ადასტურებს და ყველაზე კარგი რეიტინგია საზოგადოების შეფასება, ხო, სტუდენტის შეფასება, ახალგაზრდის შეფასება, საზოგადოების შეფასება. შეგვიძლია ჩაუღრმავდეთ სადოქტორო დისერტაციებს, შეგვიძლია ჩაუღრმავდეთ საერთო სურათი რა გვაქვს, ყველგან პრობლემა გვაქვს. სადაც არ უნდა წახვიდეთ, საჯარო სექტორი იქნება თუ კერძო სექტორი. ყველგან არის სპეციალისტების პრობლემა. როდესაც ბიზნეს ასოციაცია ატარებს ხოლმე თავის პრეზენტაციებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წელია სამეულში სახელდება ორი პრობლემა. ერთი ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ეხება ყველა იურისტების დეფიციტია. წარმოიდგინეთ 3600 აბარებს 700 გვჭირდება და დეფიციტი გვაქვს. ანუ რამხელა პრობლემაა წარმოიდგინეთ უმაღლესი განათლების სისტემაში. იგივე ეხება ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრებას, გვაქვს სერიოზული პრობლემები ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, ჰუმანიტარულში გვაქვს პრობლემები, ყველგან ტექნიკურში მაგალითად აი თვითონ განსაზღვრავდნენ უნივერსიტეტები აქამდე რამდენი უნდა ჩარიცხულიყო, ხო? და სხვა პრობლემებიც იყო დაკავშირებული იმასთან, რომ კადრების დეფიციტი გვაქვს. რო აიღოთ თანაფარდობა, ჩვენთან არის ალბათ 10% ტექნიკური მიმართულებებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა. რო ნახოთ სხვა ქვეყნები, განვითარებული ქვეყნები, არის 30% დაახლოებით ეს მაჩვენებელი რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ვნახე ყოველ შემთხვევაში. ხო, აქაც რა იყო? ნახეთ მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტი, ღიად ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. ახალგაზრდებში იყო მარტივად მაღალი მოთხოვნა ბიზნესზე და სამართალზე და შესაბამისად გაივსო ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები, იურისტები და ბიზნესი და როგორც უკვე ვთქვი არაერთხელ ერთგვარი გერი გახდა საკუთარ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება, ხო? ამიტომ ჩვენ რა გვინდა? მოთხოვნა არის მშენებლებზე, მოთხოვნა არის ინჟინრებზე, ყველა სხვა მიმართულებასთან ერთად როგორც არის ფუნდამენტურში მოთხოვნა, ყველგან არის სპეციალისტების დეფიციტი. სამართალი, ბიზნესი, ფიზიკა, ქიმია, ყველგან მასწავლებლები, ყველგან დეფიციტია. ყველგან არის სერიოზული პრობლემა. საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის. ამიტომ აქედან ჩანს რამდენად გარდამტეხი ცვლილებები ჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას. და ჩვენ წარვადგენთ ამის კონცეფცია 7 გამოწვევა, 7 ამოცანა და ჩვენი თხოვნა ყველას მიმართ. არა მარტო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი და მადლობა ყველას, ვინც არგუმენტებით ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევებში. მთლიანად საზოგადოებას გვინდა მიმართოთ. ჩვენ განსაზღვრეთ 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. არავინ არ არის შეუმცდელი, იქნებ ვწდებით. იქნებ 7 გამოწვევიდან ერთი არის არასწორი, მეორე, მესამე, 7-ვე, იქნებ 7-ვე არასწორია, მაგრამ არგუმენტები გითხარით. თქვენი ალტერნატივა გითხარით. 7 ამოცანა. იქნებ არასწორია, თქვენი არგუმენტი, თქვენი ალტერნატივა გითხარით. აი ეს არის ჩვენი თხოვნა, მეტი კი არაფერი, მაგრამ ერთი თვე შეჯამების ერთი თვე ისე გავიდა, რომ არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით, არც გამოწვევების ნაწილში, არც ამოცანების ნაწილში არგუმენტები არ გვესმოდა. არც ერთი მიმართულებით არ გვესმოდა არგუმენტები.